მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ მინი გაშლა, რომელიც მიძღვნილი იქნება 20-დან 26 ოქტომბრის პერიოდს. ანუ ერთი კვირის რაღაც ტენდენციები, რომელიც ჩატეული იქნება მხოლოდ ერთ კარტში. ჩაიფიქრეთ, რომელი ვერსიაა თქვენთვის მისაღები, პირველი, მეორე თუ მესამე და ეხლა მე შემიძლია ამ ყველაფრის ფარგლებში მოგაწოდოთ ინფორმაცია. ნახოთ ვის როგორ და რა ვითარებაში ჩაიფიქრეთ მოკლედ ამ პერიოდისათვის გასაკეთებელი საქმეები, რა გაქვთ გეგმაში, დღეს ორშაბათია, რა ვიცი, როცა ნახავთ ამ კვირის ფარგლებში, ყოველთვის გამოგადგებათ, მე ასე ვთვლი. მაშასე ვინც პირველი ვერსია ჩაიფიქრეთ, ნახოთ რა მოგივათ და ეს არის ჩემო ძვირფასებო კვერთხების რაინდი. ეს არის როგორც უკვე ხედავთ, ცხენისა და კატის ერთობლიობა, გამოსახულება, ნახეთ რა სიმბოლურად არიან ისინი ერთმანეთთან კომბინირებულები. ცხენი ამ შემთხვევაში ენერგია, თავისუფლების შეგრძნება, კატა დამოუკიდებლობა, ფაქიზია სიბრძნეში და ინტუიციაში და საერთოდ მნიშვნელობით მოდი გითხრათ ისე გამოიყურება, რომ მოქმედება, სითამამე, სწრაფვა, შთაგონება, მოკლედ ეს არის ადამიანებზე, ენერგიებზე ამ კვირის განმავლობაში, რომელიც მზადაა სწრაფად იმოქმედოს, გადაწყვეტილებები მიიღოთ, გამოწვევებზე უკან არ დაიხიოთ ამ კვირაში. მოკლედ სწრაფად გადაანაწილეო ენერგია გეუბნებიან. შეიძლება ეს ყველაფერი რაღაცა იმპულსურადაც მოგეჩვენოთ, სწრაფად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო. რაც შეგიძლიათ ჩაფიქრებულს მალე მოუღოთ ბოლო. მოკლედ ესეთი არის ენერგეტიკა თქვენი ამ კვირისა. ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვერსია. და საკმაოდ ესეთი თვითმყოფადი კარტია, დამოუკიდებელი კარტია, ენერგიით სავსე კარტია. ეხლა გადავიდეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ნახოთ მეორე ვერსია რას გვთავა, ხო? ამოვარდა და ამობრწყინდა მისი ულამაზესობა ვარსკვლავი. დიახ, ეს არის ნათელი იმედის მომცემი, ნახე. არკანი, რომელიც ყოველთვის შთაგონებით არის სავსე, განკურნებითაა და სულიერი სიმშვიდის მოტანით არის ორიენტირებული. თქვენ აქ ხედავთ თეთრ პატარა კატას, რომელიც როგორ სვამს სუფთა წყალს, ნახეთ. ეს დეტალი განსაკუთრებით ლამაზად ჩანს აქ და ბარათის ენერგიასაც გადასარევად გადმოგცემს. ხო ასეა? წყალი მოგეხსენებათ არის ჩვენი სიწმინდე, არის ემოციური რაღაც ესეთი განკურნება, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, რაღაც მივიღოთ თეთრი კატა არის ისევე შიგნიდან გამოსული ნათება და შემდეგ კიდე უყურებთ აი აქ ვარსკვლავურ ცაზე დიდ ვარსკვლავს, რომელიც არის სამყაროდან მიღებული ძალიან მაგარი ნიშანი. მაშასე, ესე იგი, ეს არის სულიერი შვების კარტი ამ კვირაში, საკუთარ სინათლესთან კავშირი და გეუბნებათ, პირდაპირ გეუბნებათ ამ კვირის განმავლობაშიო, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ იმედიო, ყველაფერი ახლიდან გეწყებათო. მე მომწონს ეს ყველაფერი და ეხლა გადავდიათ მესამე კარტზე. მესამე კარტი ნეტა ვიზია, რაზეა, ვინც ჩაიფიქრეთ, როგორ იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით პერიოდი, რომელიც არის 20-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით. აქ უკვე ხმლის ენერგიებში ამოვედით, ეს არის 6-იანი ხმლებისა. ეს არის მყოთ უყურებთ ნავზე მждობ კატას, ეს არის ნავი ამ შემთხვევაში რაღაცა გამოსვლას ნიშნავს მშვიდობიანად რაღაც ფაზიდან, გადმოსადგილებელი ენერგიის არის საშუალება უკაცრავად. წყალი, ეს არის ცოტა ამღრეულია, არ არის თლად სუბუქი, მაგრამ რაღაცა ესე კატასტროფულ ტალღებსაც არ იკიდებს. აქ ხედავთ კიდე ხმლებს და ხმლებში ამ შემთხვევაში ბოლომდე არ ეს არის რა ქვია, ანუ გარდასვლის თანხლება არის. რას გვეუბნება ეს არკანი? ეს გამტარი გვეუბნება, რომ ამ კვირის განმავლობაში დროა არ ჩაობდე, გადაადგილდი, სადაც ტკივილიყო მოშორდი, საერთოდ მიდიხარ მთავარია რომ აღარჩებ იქ, სადაც რაღაცა უარყვეს, აღარ შეგიძლია გაჩერება და ასე შემდეგ. ეს ასევე შეიძლება ამ კვირის განმავლობაში იმაზე მაშვებოდეს, მიუთითებდეს, რომ კარგად გახდეთ პრობლემების მერე, ემოციურად გამოჯამრთელდეთ, ან შეიცვალოთ ქალაქი, ან შეიცვალოთ ქუჩა, რაღაცა შეიცვალოთ ურთიერთობები და ცხოვრების ფაზები დაასრულოთ და
რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ თქვენ გადადიხართ უფრო კარგ ნაპირზე, ვიდრე აქამდე იყავით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის არც მეტი არც ნაკლები ეგრეთ წოდებული იძულებითი დაფრენი, მაგრამ ვიცოდეთ, რომ იქ სადაც რაღაც ხანდახან გვაკეთებინებენ ზემოდან, ან ქვემოდან ადამიანები ან ზემოდან ძალები, მე ჩვენთვის მტკივნეული კი არა, უფრო უკეთესი და უკეთესი მომავლის მაძიებელი და მპოვნელი აღმოჩნდებით, ასე რომ მესამე ვერსია სწორდი სმენა წინ იბრძანეთ და დაბრძანდით, რომ ეხლა მთავარი არ დაეჭვდე საკუთარ გზაში, არ დაეჭვდე საკუთარ ნარჩევანში, ნამე უკვე მიცურავს, გამოიშვება იმ ნაპირს, სადაც ბრძანდებოდი, აღარ მინდა. მიყვარხართ ძალიან, დიდი მადლობა მიიღეთ ეს უცნაური და ექსტრა გაშლა კვირისათვის და არ მოწყდეთ ჩვენ არხს, დალაიქეთ ხალხო, გადაუგზავნეთ სხვებისათვისაც ჭირდებათ ეს რაღაცა სულიერი სიმშვიდის მომასწავებელი პატარ-პატარა ვიდეოები და დარიგებები და თქვენც იქნებით ამ ავდროულად საკმაოდ მადლიერებით გავხსილებით და თავადვე გესიამოვნებათ ეს ყველაფერი. გარეთ შემოდგომა, გარეთ უკვე წვიმების სეზონს დაიჭერს მალე და ყველაზე მეტად მოიწყენენ ადამიანები და არ მინდა რომ რაღაც ეს მსუბუქი დეპრესიები გაგეკიდოთ, ხშირად მეგობრეთ ჩვენს არხს და მე მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ესეთი გარდამავალი ესეთი როგორ გითხრათ, შეიძლება ილუზორულიც არის, მსუბუქად ილუზორული პერიოდები გადაგატანიოთ სიყვარულითა და სიამოვნებით. სასიკეთო კუთხით რასაკვირველია, აი როგორც ეს ფისობიდისა გადარჩება, აი ესე გადარჩებით კარგი გზის გავლით. აბა დროებით მიყვარხართ და მომავალ ჩართვამდე.